გორში 26 მაისის ღონისძიებებს შეუერთდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი გამოფენები დაათვალიერეს და სხვადასხვა ღონისძიებებს დაესწრნენ. მათ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოსახლეობას 26 მაისი მიულოცეს. მთელი საქართველოს მოსახლეობას დღევანდელ დღეს 26 მაისი არის თავისუფლების დამოუკიდებლობის ბრძოლის სიმბოლო. თქვენ იცით, რომ საქართველოს გაჭირდა დიდი თავგანწირვა იმისათვის, რომ ჩვენ თავისუფლება მოგვეპოვებინა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაშლის პირას იყო, რომ არა ის მოვლენები, რაც საქართველოში იყო 9 აპრილს, ალბათ ეს საბჭოთა კავშირის დაშლა გადაივადებდა კიდევ, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი თანამემამულეების თავგანწირვა მოგვიტანა ეს თავისუფლება. აგერ 30 წელზე მეტია ჩვენ ვიცავთ ამ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და დღეს როგორც არასდროს საქართველო არის ძლიერი, თუმცა დღეს როგორც არასდროს ასევე არის დიდი შემოტევები გარედან, არის მცდელობა საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია, თუმცა ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ დღეს საქართველოს ყავს ხელისუფლება და დღეს საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს ისე, რომ გამორიცხულია საქართველოში მოხდეს რაიმე მსგავსი დესტაბილიზაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ კიდევ უფრო გავყარდებით ჩვენს დამოუკიდებლობაში. მოგილოცავთ თითოეულ თქვენთაგანს ამ მნიშვნელოვან და ძვირფას დღეს ჩვენს საზოგადოებას, სრულიად ჩვენს სამშობლოს და ეს არის უდიდესი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და ჩვენი ხელისუფლება და თითოეული მოქალაქე ყველაფერს ვალდებულია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ეს დიდი გამარჯვება და მონაპოვარი. პირველ რიგში მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი ეს დღე ჩვენია, ყველა ქართველის, ყველა ქვეყნის მოყვარულის, ყველას ვისაც საქართველოსთვის სიკეთე უნდა. რა თქმა უნდა, იმ სტუმრებისაც, ვის საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებს. და მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენ თვითმმართველობასთან, გორის ერთად მასპინძელი დღეს არის იუსტიციის სამინისტრო ბატონი პაატა სალიასთან ერთად და მინდა მადლობა გადაუხადო იმ ლამაზი განწყობისათვის, რომელიც დღეს გააჩნია ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. სრულიად საქართველოს ულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გამარჯვების და თავისუფლების დღეა. დამოუკიდებლობის დღე არა მარტო ისტორიული თარიღია, არამედ ჩვენი გმირების თაგაჭირა და ჩვენი მომავლის და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღის მომავლის იმედი. დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და თავისუფლებისკენ მისწრაფების გამოხატულებაა. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენთაგანი გავერთიანდით და მივიღეთ ის, რასაც ქვია დამოუკიდებლობა. დღევანდელი დღე ასევე გვახსენებს, რომ სამშობლო მხოლოდ მიწა არაა, იდეა, მამული, ენა, სარწმუნოება, რაზეც დგას ჩვენი ქვეყნის სულიერი ძალა. კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.